გვერდი 74. ეს არის პირველი თავის შემაჯამებელი ამოცანები. პირველი ამოცანა. სურათი 1-120-ზე მოცემულია X ღერძზე წრფივა და თანაბრად მოძრავი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ სხეულის კოორდინატის საწყის მომენტში და სხეულის სიჩქარის გეგმილი X ღერძზე. მოდით შევხედოთ ესე იგი ამ სურათს, ესე იგი გადმოვხატოთ პირველ რიგში. ესე იგი ეგ არის დრო მოცემული არის წამებში, კოორდინატი არის მოცემული მეტრებში და სურათი არის გრაფიკი არის შემდეგნაირი. ესე იგი, როდესაც დრო არის 4 წამი, კოორდინატი არის 20 სტოლი, ხოლო როდესაც დრო არის 8 წამი, კოორდინატი არის 10 სტოლი. ზოგადად აი ესეთი გრაფიკი აღიწერება ფორმულით x არის x0 პლუს vx გამრავლებული t-ზე და ეს ფორმულა ჩავწეროთ ორი მომენტისთვის. ესე იგი, t პირველი მომენტი ავიღოთ 4 წამის სტოლი და t მეორე მომენტი ავიღოთ 8 წამის სტოლი. ამ დროს x პირველი მაგ მომენტში არის 20, ხოლო x მეორე არის 10 სტოლი. შევიტანოთ ეს კი ამ ფორმულაში, ესე იგი x პირველი ეს არის x0 პლუს vx გამრავლებული t პირველზე და x მეორე არის x0 პლუს vx გამრავლებული t ორზე. შევიტანოთ მნიშვნელობები, ესე იგი 20 უდრის x0 პლუს vx გამრავლებული 4-ზე, აი ქვეშ მივაწერ 10 უდრის x0 პლუს vx გამრავლებული 8-ზე. ხო, ეხლა მოდით გამოვაკლოთ, ზედა განტოლებას გამოვაკლოთ ქვედა, იქნება 10 უდრის, ეხლა აქ x0-ები გაიკვეცება, აქ იქნება vx 4 მინუს 8. ანუ გადავწეროთ კიდევ ერთხელ, 10 არის მინუს 4 ჯერ vx. ესე იგი, vx აქედან გამოვიდა მინუს 10 მერვედი. ანუ ეს არის მინუს 1.25. ცხადია მეტრ წამებში მივიღებთ მაგას. ეხლა vx თუ ვიცით, რომელიღაცას შევიტანოთ, თქვათ მეორეში, ესე იგი 10 უდრის x0 მინუს 1.25 გამრავლებული 8-ზე. 10 აქ მეოთხედი იყო, ბოდიში. 10 მეოთხედი, 10 მეოთხედი, ეს არის მინუს 2.5 აქ რიცხვი შემეშალა გადმოტანის დროს. ესე იგი, მინუს 2.5 გამრავლებული 8-ზე. ხო, vx გამოგვივიდა ესა და ეხლა აქედან x0 რისი ტოლი არის? x0 არის 10 პლუს 2.5 გამრავლებული 8-ზე. ეს არის 10 პლუს 20, ანუ ეს იქნება 30. მასშტაბი x0 არის 30, ხოლო vx არის მინუს 2.5. ეხლა მეორე ამოცანა. სურათი 121-ზე მოცემულია X ღერძზე თანაბრად მოძრავი სპორტული ავტომობილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ მისი სიჩქარის მოდული და დროის მომენტი, როდესაც მისი კოორდინატი 0 ტოლი გახდება. გადავხატოთ ესე იგი ისევ გრაფიკი. აი აქ რაღაც ესეთი სურათი გვაქვს ჩვენ. როდესაც t არის, ესე იგი 4 წამის ტოლი, კოორდინატი არის 60, ხოლო როდესაც დრო არის 8 წამი, კოორდინატი არის 40 ტოლი. მოვიქცევით, ხო, აქ x არის, აქ t არის. t არის წამებში გაზომილი, x არის მეტრებში.
ისევ ჩავწეროთ ესე იგი ზოგადი განტოლება x-ი არის x0 პლუს vx გამრავლებული t-ზე და ეს ფორმულა ჩავწეროთ აი ამ ორი ნიშნულობებისათვის. ესე იგი, როდესაც t პირველი უდრის 4 წამს, მაშინ x პირველი არის 60 და როდესაც t მეორე არის 8 წამი, x მეორე არის 40. აი, ჩავწეროთ პირდაპირ, ესე იგი 60 უდრის x0 პლუს vx-ი გამრავლებული 4-ზე, ხოლო 40 არის x0 პლუს vx-ი გამრავლებული 8-ზე. ნუ გამოვაკლოთ ისევ ზედა განტოლებას ქვედა, იქნება 20 უდრის. ეხლა x0-ები გაიკვეცება, აქ იქნება vx-ი 4 მინუს 8. ნუ ეს გამოვა, ნუ გადავწეროთ კიდევ ერთხელ, 20 უდრის მინუს 4 ჯერ vx-ი. ასე რომ vx-ი იქნება მინუს 20 გაყოფილი 4-ზე, ეს არის მინუს 5 მეტრ წამი. ეხლა ამის მიერ, როდესაც vx-ი დადგენილი გვაქვს, ნუ რომელიღაციდან, ნუ თქვათ აი პირველი განტოლებიდან, შეგვიძლია x0 ვიპოვოთ. 60 არის x0 მინუს 5 გამრავლებული 4-ზე. ესე იგი, აქედან x0 გამოვა 60 პლუს 20, მასშტაბი x0 გამოვიდა 80. ამის შემდეგ უკვე ზოგადი განტოლება შეგვიძლია ჩავწეროთ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. x-ი არის, ესე იგი, 80 მინუს 5t. ეხლა გვეკითხებიან კიდე კითხვა არის, ეს კი დროის რა მომენტში გახდება კოორდინატი 0-ის ტოლიო. ესე იგი, x-ი უნდა გაუტოლოთ 0-ს, აი მარცხენა მხარეში 0 შევიტანოთ, 0 არის 80 მინუს 5t-ზე, აქედან 5t უდრის 80 და t იქნება 80 გაყოფილი 5-ზე, ეს არის ესე იგი 16-ის ტოლი. 16 წამის შემდეგ კოორდინატი გახდება 0-ის ტოლი. მესამე ამოცანა. 122 სურათზე მოცემულია x ღერძზე წრფივი და თანაბრად მოძრავი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი, რომლის მიხედვით უპასუხეთ კითხვებს. რისი ტოლია სხეულის სიჩქარის გეგმილი x ღერძზე, გაივლის თუ არა გრაფიკზე გამავალი წრფე კოორდინატის სისტემის O0 სათავეში, როგორ შეიძლება გრაფიკის t ღერძთან დახრის როგორ შეიცვლება გრაფიკის t ღერძთან დახრის კუთხე, თუ ამ სხეულის სიჩქარის მოდული გაიზრდება. ნუ დავწეროთ, ესე იგი, გადავხატოთ ესე იგი ეს გრაფიკი. ესე იგი, აქ არის დრო, წამებში, x-ი არის მეტრებში, ხო? ხო, ნუ გრაფიკი არის ესეთნაირი, ნუ რაღაცნაირი, ესე იგი, აი თქვათ ესე იყოს, როდესაც დრო არის 10 წამი, x-ი არის 15, როდესაც დრო არის 20 წამი, x-ი არის 30-ის ტოლი. ნუ ზოგადი განტოლება არის ეგეთი, x-ი არის x0 პლუს vx გამრავლებული t-ზე. ნუ ეხლა თუ t პირველი არის 10 წამი, x პირველი არის 15. თუ t არის 20 წამი, t მეორე, x მეორე არის 30. შევიტანოთ ამ განტოლებაში და გვექნება, ესე იგი, 15 უდრის x0 პლუს vx-ი გამრავლებული 10-ზე და 30 უდრის x0 პლუს vx-ი გამრავლებული 20-ზე. ნუ გამოვაკლოთ ქვედა განტოლება ზედა განტოლება, აქ x0-ები გაიკვეცება, 15 იქნება vx-ი 20 მინუს 10. აქედან 15 იქნება
Vx გამრავლებული 10-ზე, ანუ Vx უდრის 15 მეათედი, ანუ არის 1.5 მეტრ წამები არის. შეგვიძლია ახლა x0 ვიპოვოთ, მაგალითად თქვა პირველი განტოლებიდან. 15 უდრის x0 პლუს 1.5 გამრავლებული 10-ზე, ესე იგი 15 უდრის x0 პლუს 15, ანუ x0 გამოვა 0-ის ტოლი. ასე რომ განტოლებას ექნება ეგეთი სახე. x არის 1.5 t. ნუ ახლა პირველი კითხვა იყო ეგეთი, გაივლის თუ არა 0-ზე. კი ბატონო, როდესაც t იქნება 0, x-იც იქნება 0, რადგან ესე იგი x0-ანი უდრის 0-ს. ეგ დავადგინეთ. მეორე კითხვა ხო, ნუ სიჩქარის გეგმილი დავადგინეთ, ესე იგი სიჩქარის გეგმილი არის 1.5 მეტრ წამი. და კითხვა არის კიდე ეგეთი, როგორ შეიცვლება გრაფიკის ტეღერსთან დახრის კუთხე, თუ ამ სხეულის სიჩქარის მოდული გაიზრდება. თუ სიჩქარის მოდული გაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ უფრო დახრილი იქნება, ასე რომ ეს კუთხე გაიზრდება. ეს კი Vx-ის გაზრდისას დახრის კუთხე გაიზრდება. კარგით, ახლა მეოთხე ამოცანა. სურათის 1/123-ზე მოცემულია x ღერძზე მოძრავი ორი ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი, რომელთა მიხედვით განსაზღვრეთ თითოეული ნივთიერი წერტილის სიჩქარის მოდული, ეს პირველი, მათ შორის მანძილი დროის ათვლის დაწყებიდან 2 წუთში. დაწერეთ ორი ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულა. ხო, ნუ მოდით გადავხატოთ გრაფიკი, აქ დრო არის, ესე იგი აქ x არის ისევ მეტრებში და ეს არის წამებში. ნუ ერთის ესეთი არის, ესე იგი მეორესი დახრილობაც ნაკლები აქვს და ესე იგი. ხო, ესე იგი მოდით ესე თუ t არის 5 წამი, ნუ ეს იყოს თქვა პირველი სხეული, ეს იყოს ქვედა მეორე სხეული. პირველი სხეულის კოორდინატი არის 60, ამის საწყისი კოორდინატი არის 10-ის ტოლი. ხო, თუ დრო არის 12 წამი, 12 წამზე, ხო, ნუ ეს სურათი, ნუ არ შეესაბამება რეალობას რა, ესე იგი, მოდით ისეთ გრაფიკს დავანებოთ თავი, ვიხელმძღვანელოთ იმ გრაფიკით პირდაპირ, ესე იგი, ახლა და გადმოწეროთ, ესე იგი, რა მოცემულობები გვაქვს. პირველი ასე ვთქვათ, სხეულის მოძრაობა იყოს ზედა გრაფიკი, მეორესი ქვედა გრაფიკი იყოს. აი პირველი სხეულისთვის რა შეგვიძლია დავწეროთ, რომ x0-ანი უდრის 10-ს და როდესაც t პირველი არის 5 წამი, x პირველი არის 60-ის ტოლი. მეორე სხეულისთვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ x0-ანი უდრის 0-ს, ეს იყო პირველი სხეული. ეს არის მეორე სხეული. x0-ანი უდრის 0-ს და როდესაც t არის 15 წამი, აი ისა 12 წამი, ბოდიში, x-ი 2 არის, ესე იგი 60-ის ტოლი. ნუ ზოგადი ფორმულა ვიცით, რომ არის ეგეთი, არის x0-ს პლუს vx გამრავლებული t-ზე. ეხლა ეს ჩავწეროთ, თქვათ, თითოეული სხეულისთვის. აი მაგალითად, პირველი სხეულისთვის. x-ი არის 10-ს, ეს ჩავწეროთ, ესე იგი, ორი მნიშვნელობისათვის, x პირველი არის 10-ს პლუს vx-ი გამრავლებული 5-ზე, ხო, ნუ x პირველი არის, ესე იგი,
60 ტოლი. ეს იგი 60 არის 10 პლუს vx ტ-ზე. აქედან vx შეგვიძლია ვიპოვოთ, ეს არის 50 გაყოფილი 5-ზე, ანუ ეს არის 10 მეტრი წამში. ეხლა მეორე სხეულისთვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ x კოორდინატი x0-ანი 0 არის, ესე იგი 60 უდრის vx მეორე გამრავლებული 12-ზე. ამიტომ vx მეორე, ეს vx პირველი იყო. vx მეორე არის 60 მე-12, ეს გამოვა 5 მეტრი წამში. ასე რომ საბოლოოდ მათი მოძრაობის განტოლებები იქნება ესეთი. ეს იგი პირველისთვის x1 არის 10 პლუს 10t, x მეორესთვის გვექნება 5t. ეხლა ჩვენ გვეკითხებიან მოძრაობის განტოლებები ჩავწერეთ, სიჩქარეები დავადგინეთ, მათ შორის მანძილი დროის ათვლიდან 2 წუთში. ეს იგი 2 წუთი, ეს არის 120 წამი. სხეულებს შორის მანძილი L არის x1 მინუს x2-ის მოდული. ხო, ეხლა აქ შევიტანოთ, ეს იგი L იქნება 10 პლუს 10 ჯერ 120 მინუს 5 ჯერ 120. ეს მოდულის ნიშნები არის. ესე იგი, ეგ არის 1210 გამოკლებული 600. ესე იგი, ეგ გამოვა 610. 610. ასე რომ 2 წუთის შემდეგ მათ შორის მანძილი 610 მეტრი იქნება. მეხუთე ამოცანა. სურათი 124-ზე მოცემულია x ღერძზე თანაბრად მოძრავი ავტომობილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ გრაფიკის დროის ღერძის გადაკვეთის შესაბამისი დროის მომენტი და დაწერეთ ავტომობილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების განტოლება. აქ არის 124 სურათი. მოით ახლა აქ უფრო ყურადღებით გადავხატავ აი ამ გრაფიკს. აქ არის დრო, აქ არის x-ი, აქ ეგეთი გრაფიკი არის. ესე იგი, ეგ არის -50, დრო თუ არის 10 წამი, ეს არის, ესე იგი, 50 და დრო თუ არის, ესე იგი, 20 წამი, ეს არის 150 ტოლი. ხო, ესე იგი, აი მას გვეკითხებიან, აი ეს წერტილი რა მომენტში მოხდებაო დროთა ღერძის გადაკვეთაო. მოდ პირველ რიგში განტოლება ავაგოთ. ზოგადად განტოლებას აქვს სახე x0 პლუს vx გამრავლებული t-ზე. გრაფიკიდან ვხედავთ, რომ x0 არის -50. ეხლა ავიღოთ რომელიღაცა დროის მომენტი, მაგალითად ვთქვათ t პირველი ავიღოთ 10 წამი, მაგ დროს x პირველი არის 50 ტოლი. ხო და ჩავწეროთ ეს იგი ამ განტოლებაში, ეს იგი 50 უდრის -50 პლუს vx გამრავლებული 10-ზე. ანუ vx გამრავლებული 10-ზე, ეს არის 100 ტოლი, ანუ vx გამოვა 100 გაყოფილი 10-ზე, ეს არის 10 მეტრი წამში. ეს იგი ზოგადად განტოლებას აქვს ეგეთი სახე. -50 პლუს 10t. ეხლა ეს წერტილი იმით არის დამახასიათებელი, რომ მაგ წერტილში კოორდინატი 0-ის ტოლი არის, აი ამ a წერტილში.
ესე იგი x-ი არის ესე იგი 0-ის ტოლი a წერტილში. a წერტილისათვის დამახასიათებელი. შევიტანოთ აქა, ესე იგი 0 უდრის -50 პლუს 10t. აქედან 50 უდრის 10t-ს, ანუ t იქნება 50 გაყოფილი 10-ზე და გამოვა 5 წამი. ესე იგი 5 წამი მომენტისთვის კოორდინატი გახდება 0-ის ტოლი. მეექვსე ამოცანა. 125 სურათზე მოცემულია x ღერძზე წრფივი და თანაბრად მოძრავი ორი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულის გრაფიკები. განსაზღვრეთ სხეულთა შეხვედრის დრო და პირველი სხეულის სიჩქარის მოდული თუ პირველი სხეულის საწყისი კოორდინატი 15 მეტრია. ნუ მოდით გადავხატოთ ესე იგი ეს გრაფიკი. ხო, ესე იგი ეს არის აი რაღაცა აქედან აქამდე, ეს არის 4 წამი, ეს არის 60, ეს არის 30, ხო, ეს არის პირველი სხეული, ეს არის მეორე სხეული. ხო, ეხლა პირველი სხეულისთვის ჩვენ შეგვიძლია ადვილად დავწეროთ, ესე იგი კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულა, უბრალოდ მეორე სხეულისთვის, ესე იგი x2-ისთვის გვექნება x0 პლუს vx-ი გამრავლებული t-ზე. მოდით ვნახოთ, ესე იგი აქ x0-ვანი აშკარად არის 60-ის ტოლი და ავიღოთ დროის მაგივრად t არის 4 წამი, მაშინ x-ი არის 0. ესე იგი დაიწერება 0 უდრის 60 პლუს vx-ი გამრავლებული 4-ზე, ანუ 4 vx-ი არის -60-ის ტოლი, vx-ი იქნება -60 გაყოფილი 4-ზე, ეს არის -15 მეტრ წამი. ასე რომ მეორე სხეულისთვის მოძრაობის განტოლებას კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულას ექნება ეგეთი სახე. x2 არის ხო, ესე იგი 60 minus 15t. ეხლა მოდით აქედან გამომდინარე შევხედოთ, ესე იგი პირველ სხეულს. ეხლა როდესაც ეს სხეულები შეხვდებიან, ესე იგი შეხვედრის მომენტში კოორდინატები ტოლია, ესე იგი x მეორე უდრის x პირველს. ესე იგი აქედან ჩვენ შეგვიძლია შეხვედრის მომენტი დავადგინოთ. ესე იგი შეხვედრის წერტილი ვიცით რომ არის 30-ის ტოლი. ესე იგი აი 60 minus 15t ეს არის 30. აქედან 15t არის 60 minus 30, ანუ გამოვა 30. ესე იგი 15t არის 30-ის ტოლი, ანუ t არის 2 წამი. მაშინ მე შეხვედრის მომენტი ყოფილა 2 წამი. ეხლა აქ რას გთხოვდნენ კიდე წავიკითხოთ. სურათ მოცემული თანაბრად მოძრავი ორი სხეულის კოორდინატის დრო დამოკიდებული განსაზღვროს სხეულთა შეხვედრის დრო და პირველი სხეულის სიჩქარის მოდული. ეხლა ამ პირველი წერტილის სიჩქარის მოდულსაც გთხოვენ. ხო, ნუ ჩვენ დავადგინეთ, რომ ესე იგი ეს 2 წამში არის, ესე იგი შეხვედრის მომენტი. ხო, ჩვენთვის ცნობილია, რომ პირველი სხეულის საწყისი კოორდინატი, ეს წერტილი არის 15-ის ტოლი. ხო? ამიტომ ესე იგი პირველი სხეულისთვის ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ აი თქვათ, ხო, x0-ვანი არის ესე იგი 15-ის ტოლი და პირველი სხეულის განტოლება იქნება ეგეთი, x პირველი არის 15 პლუს vx-ი გამრავლებული t-ზე ზოგადად. ეხლა ეს განტოლება გამოვიყვენოთ 2 წამის შემდეგ, ესე იგი t ავიღოთ 2 წამი.
თუ t2 წამი იქნება x პირველი დაემთხვევა x მეორეს და მაგ დროს ეგენი 30-ის ტოლი არის და ამიტომ დაიწერება 30 უდრის 15 პლუს vx-ი გამრავლებული 2-ზე ეს გადავა იქეთ მხარეს და 15 უდრის vx-ი გამრავლებული 2-ზე, ანუ vx-ი იქნება 15 გაყოფილი 2-ზე, ან არის 7.5 მეტრ წამი. აი ესეთნაირი ამოცანა გვაქვს. კარგით, ეხლა მე-7 ამოცანა. x ღერძზე წრფივა და თანაბრად მოძრავი ორი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულებს აქვს შემდეგი სახე, მოცემულია ესენი, რომლებშიც დრო იზომება წამებში, ხოლო კოორდინატები მეტრებში. ააგეთ მათი კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები და განსაზღვრია სხეულის შეხვედრის დრო და კოორდინატი. მოცემულია, რომ x პირველი არის 310 - 20t, x მეორე არის 40 პლუს 10t. მოდი ჯერ შეხვედრის მომენტი დავადგინოთ და ადგილი. შეხვედრის დროს მათი კოორდინატები გატოლდება. გავუტოლოთ ეს იგი ერთმანეთს 310 - 20t უდრის 40 პლუს 10t, ესე იგი 270 უდრის 30t-ს და t გამოვა 270 გაყოფილი 30-ზე, ეს გამოვა 9 წამი. ეს დავადგინეთ. ეხლა ადგილი, ნებისმიერ შეგვიძლია შევიტანოთ, თქვათ პირველში x პირველი იქნება 310 - 20 ჯერ 9, ანუ 310 - 180, ეს გამოვა 130. აი ამ წერტილში შევხვდებიან 9 წამის შემდეგ. ეხლა რაც შეეხება კოორდინატებს, ახლა კოორდინატების აღება საკმაოდ მარტივია ამისათვის, რადგან წრფივი განტოლებებია, შეგვიძლია ორი წერტილი გამოვიყენოთ თითოეულისთვის. მართალია მასშტაბი უნდა დავიცვათ, ესე იგი პირველი წერტილისთვის იქნება რაღაცა 310, ეს ესე თქვათ აი ქვევით მოდის, ესე იგი რაღაც ესეთნაირად. მეორე იქნება 40 და ამის სიჩქარე ნაკლებია და უფრო ნაკლებად არის დახრილი. ეს კი არის, ესე იგი 9 წამი და ეს წერტილი არის 130-ის ტოლი. აი რაღაც ესეთნაირად დაიხატება ეს გრაფიკები. კარგით, ეხლა მე-8 ამოცანა. x ღერძზე წრფივა და თანაბრად მოძრაობს ორი მსუბუქი ავტომობილი. მათი კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულები შესაბამისად მოცემულია რა. რომლებშიც დრო იზომება წამებში, ხოლო კოორდინატი მეტრებში. ააგეთ მათი კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები და განსაზღვრეთ მათი შეხვედრის დრო და კოორდინატები. ანალოგიური ამოცანა არის. ესე იგი x პირველი არის 15t, x მეორე არის 200 პლუს 10t. შეხვედრის მომენტში კოორდინატები გაუტოლდება ერთმანეთს. x1, x2-ის ტოლი იქნება. ამიტომ 15t იქნება 200 პლუს 10t. 10t გადმოვიტანოთ აქეთ, 5t იქნება 200 და t იქნება შეხვედრის მომენტი იქნება 200 გაყოფილი 5-ზე, ეს იქნება 40 წამი. ხო, ეხლა სად შევხვდებიან, რომელიმე შევიტანოთ, ესე იგი თქვათ x შეხვედრის წერტილი გვინდა 15 გამრავლებული 40-ზე, ეს გამოვა 600-ის ტოლი. ხო, რაც შეეხება გრაფიკებს, გრაფიკები იქნება შემდეგნაირი, რომ ესე იგი ეს პირველი კოორდინატი, საწყის კოორდინატი არ აქვს, აი 0-დან დაიწყება x-ი t-ზე, მეორე დაიწყება 200-დან და დახრილობა შედარებით ნაკლები აქვს. აი თქვათ ერთი წამით
ხო, აი რაღაც ეგრე იქნება რა. და ეს არის, ესე იგი 40 წამი, ეს წერტილი არის 600-ის ტოლი. ეს საწყისი კოორდინატი არის 200. შეიძლება მასშტაბი არ იყოს სწორი, მაგრამ პრინციპი ეგეთი იქნება. ხო, ეგ იყო მერვე ამოცანა. მეცხრე ამოცანა. დროის საწყის მომენტში ერთად ყოფი ორი ნივთიერი წერტილი მოძრაობს წრფივად და თანაბრად ურთიერთმართობული მიმართულებით. მათი სიჩქარეებია 19 და 14 მეტრ/წამი. განსაზღვრეთ ამ წერტილებს შორის მანძილი საწყისი მომენტიდან 1 წუთის შემდეგ. ახლა აქ სიტუაცია ესეთი არის, თქვა პირველი სხეული მოძრაობს x ღერძის გასწვრივ, მეორე თქვა y ღერძის გასწვრივ ურთიერთმართობულად. ეს სადღაც აქ იმყოფება ეს მეორე წერტილი აქ არის, ეს არის თქვა x პირველი, ეს არის y პირველი. მათ შორის მანძილი იქნება აი ამ სამკუთხედის ჰიპოტენუზა. L არის კვადრატული ფესვი x1-ის კვადრატს პლუს y2-ის კვადრატი. ესე იგი L არის კვადრატული ფესვი დრო, ხო, კაი, ჩავწეროთ ესე იგი თქვა x პირველი არის 9 გამრავლებული t-ზე, y კი 1 არის 12 t-ზე. t არის 1 წუთი. t არის ესე იგი 60 წამი. ამიტომ 9 გამრავლებული 60-ზე კვადრატში პლუს 12 გამრავლებული 60-ზე კვადრატში. აქედან ფესვი, ესე იგი, ეს 60 კვადრატი შეგვიძლია ჩხილების გარეთ გავიტანოთ, 9-ის კვადრატი პლუს 12-ის კვადრატი, ეს არის 60 გამოვაქვთ ჩხილების გარეთ, არის 91 პლუს 154. ეს არის 60, ეს არის 5, 5, ეს არის 154 პლუს 91. 5, 225. 225 კი არის 15-ის კვადრატი. ამიტომ ეს არის 60 გამრავლებული 15-ზე. აი ესეთი მანძილი იქნება მათ შორის 1 წუთის შემდეგ. ეხლა მეათე ამოცანა. წავიკითხოთ ლიანდაგებისა და საავტომობილო გზის ურთიერთმართობულ რეგულირებად გადაკვეთას მატარებელი უახლოვდება მუდმივი 10 მეტრ/წამის სიჩქარით. ჩავწეროთ, ეს მატარებლის სიჩქარე V პირველი არის 10 მეტრი/წამში. სურათი 1/126. საწყისი მომენტში მატარებლის პირველი ვაგონი გადაკვეთის ადგილიდან დაშორებულია 300 მეტრით. ესე იგი L პირველი არის 300 მეტრი. სულ მცირე რამდენი მეტრ/წამით უნდა იაროს ლიანდაგებიდან 120 მეტრი დაშორებული თანაბრად მოძრავი ავტომობილის სიჩქარის მოდული, რომ მან ლიანდაგებზე მატარებლის მისვლამდე გადაიაროს. ლიანდაგზე გადასასვლელთან შლაგბაუმი იკეტება მატარებლის მისვლამდე 18 წამით ადრე, ხოლო ღია შლაგბაუმის დროს ლიანდაგზე გადასვლას მატარებელი 3 წამზე ნაკლებ დროს ანდომებს. მოდით აბა დავხატოთ ეს იგი სურათი, ეს არის ლიანდაგი, ეს არის რეგულირებადი, ეს არის ავტომობილის გზა, ეს არის მატარებლის გზა. ხო, ესე იგი მატარებლის პირველი ვაგონი, აქ არის მატარებელი, ესე იგი დაშორებული არის 300 მეტრითო. ეს არის 300 მეტრი, ეს არის L1. და ეს მოძრაობს V პირველი არის, ესე იგი 10 მეტრ/წამში სიჩქარით მოძრაობს. აქ არის ავტომობილი, რომელიც აი ამ
გადასასვლელიდან დაშორებულია 120 მეტრით და არ ვიცით რა სიჩქარით მოძრაობს, ეს უნდა დავადგინოთ Vx-ი. ხო, ახლა ეგ ცნობილია, რომ როდესაც უახლოვდება მატარებელი, სანამ მიუახლოვდება 18 წამით ადრე ჩაიკეტება ეს იგი შლაგბაუმი, ამიტომ ეს ვერ გაივლის, ამიტომ უნდა გაასროს. მოდი ვნახოთ, რამდენი დრო ჭირდება მატარებელს აქედან აქამდე რომ მოვიდეს. ეს T პირველით აღვნიშნოთ, ეს არის L პირველი შეფარდებული V პირველზე, ეს არის 300 მეტრი გაყოფილი 10 მეტრ წამზე და ეს გამოვა 30 წამი. ხო, სულ დაჭირდებოდა 18 წამი, მაგრამ 30 წამი, მაგრამ 18 წამით ადრე სანამ ეს მიუახლოვდება, ეს შლაგბაუმი ჩაიკეტება. ამიტომ რამდენი დრო აქვს მანქანას რომ გაიაროს ეს მანძილი. T2 იქნება აი ეს T პირველს მინუს ეს 18 წამი. ამიტომ ეგ იქნება 12 წამი. სულ დაშორებულია ეს აქედან, ესე იგი 120 მეტრით, ამიტომ Vx-ი ტოლი იქნება 120 გაყოფილი 12-ზე. ანუ ეგ გამოვა 10 მეტრი წამი. ნუ ცოტათი მეტი სიჩქარე უნდა გქონდეს, ვიდრე ეს ზღვრული სიჩქარე. ესე იგი V უნდა იყოს მეტი ანტოლი Vx-ზე, რომელიც არის 10 მეტრი წამში. ახლა თუ რამდენ დროს ანდომებს მატარებელი ამ ღია შლაგბაუმის გავლას, ახლა ამას ამ ამოცანისთვის მნიშვნელობა არ აქვს.